პური გაძვირდა. რამ განაპირობა პურის ფასის მატება? რატომ არის პურ პროდუქტებზე ფასის მატება ყველაზე მტკივნეული ჩვენი მოსახლეობისთვის და ზოგადად და რაც მთავარია, რა უჯდება რიგით დიასახლის საყიდლებზე ერთი ვიზიტი. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. თამთა ჯანაძე, ვლოგერი და ნოდარ სირბილაძე, ეკონომისტი არიან ჩვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. თამთა თქვენით დავიწყოთ, ძალიან საინტერესო კონტენტს ქმნით, სადაც ევროპასა და საქართველოში არსებულ სურსათის ფასებს ადარებთ ერთმანეთს და განსხვავება ცალსახაა. პირველ რიგში მე მინდა გკითხოთ ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, როგორი არის ქართველი დიასახლისის ხელმისაწვდომობა პროდუქტებზე, იგივე ევროპელთან შედარებით და აი ხელ დასაწყისში ჩვენ პურის ფასი ვახსენეთ, რომელიც გაიზარდა 20-დან 25 თეთრამდე საშუალოდ. აი ამ კომპონენტის დამატება კიდევ რამდენად შეუშლის ხელმისაწვდომობას პროდუქტებზე. დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში, მოგესალმებით. ფაქტობრივად მე მყავს 3 შვილი. და ფაქტობრივად ჩემი ყოველდღიურობა არის ზუსტად აი ეს პროდუქტთან შეხება, ყიდვის პროცესში და ყოველ ჯერზე გაოცება, იმიტომ რომ მარტო რაღაც კვირაობის ან თვეების მანძილზე კი არა, ყოველდღიურად იზრდება ფასები და ეს არის მართლა კატასტროფული სისწრაფით ზრდა. იმიტომ რომ ეხლა მე მყავს 3 შვილი და ანუ ბავშვი როდესაც ყავს ოჯახში, იქ ეკონომიას ვერც პროდუქტზე გააკეთებ, ვერც კომუნალურებზე გააკეთებ, ვერც ჩასაცმელზე გააკეთებ. ანუ ყოველთვის გინდა რომ შენი შვილი მაქსიმალურად ნორმალურად გამოიყურებოდეს, ნორმალურად იკვებებოდეს და რაც შეეხება ფასებს, სხვათა შორის ჩემი ვლოგი, ჩემი აუტანელი ოჯახი, ჩემი YouTube არხზე, როდესაც მე ვარ ემიგრანტის მეუღლე ამავდროულად, როდესაც ვიყავით ბარსელონაში მე და ჩემი შვილები, ძალიან ბევრმა მომწერა რომ იქნებ ესპანურ ფასებთან დაკავშირებით გაგეკეთებინა ვლოგი. და მართლაც ახლა ხომ მქონდა შეხება იქ, მაგრამ ორმაგად ესეთი დამთრგუნველი აღმოჩნდა ამ ყველაფრის პირისპირ დგომა, იმიტომ რომ აი თუნდაც ავიღოთ ელემენტარული რძის ფასი. ლიტრნა ნახევრიანი რძის ფასი იქ არის ევრო და 88 ცენტი. იგივე შაქარი 1 ევროც არ ღირს. ნაყინის შეფუთვა, სადაც 6 ცალი ნაყინი არის 2 ევრო ნახევარი. ანუ იმდენად მინიმალური ფასებია, რომ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახს თავისუფლად შეუძლია სრულფასოვნად გამოყვებოს ბავშვები და თან ამავდროულად იქ გაქვს გარანტია, რადგან დახლებზე ვერ მოხვდება თუ რაღაც მინიმალურ სტანდარტს მაინც ვერ აკმაყოფილებს, ისეთი პროდუქცია, რომელიც შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს შენი შვილისთვის და აქ აი ამ ორ პრობლემასთან გვიწევს შეჯახება, ერთი რომ არის ძალიან დიდი ფასი და მეორე არ გაქვს იმის გარანტია, რომ იმ ძვირად ღირებულ პროდუქტს ჯანსაღი არის და აჭმევ შენ შვილს რაღაც ნორმალურ პროდუქციას. კი ბატონო, ნოდარ. საინტერესო არის, საინტერესო ფაქტები ახსენა თამთამ და საინტერესო არის ამისი განმარტება გავაკეთოთ, რატომ ხდება ასე და საშუალოდ რატომ არის ორჯერ და სამჯერ უფრო ძვირი ევროპაში, რატომ არის საქართველოში სამჯერ უფრო ძვირი ევროპასთან შედარებით სურსათის ფასები. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. რაც შეეხება მიზეზებს, რთული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფაქტორს დავაბრალოთ, პირობითად რატომ არის მაგალითად ის, რომ ევროპაში ნამდვილად ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში უფრო მეტად იაფია სხვა ტიპის პროდუქცია ვიდრე საქართველოში. ელემენტარული, ანუ უბრალოდ რომ ევროს კონვერტაცია ლარშიც მოვახდინოთ, მაინც უფრო იაფი გამოდის და აღარ ვამბობ იმაზე, რომ ჩვენ ლარში გვაქვს და იმათ ევროში აქვს ხელფასი. და საშუალო შემოსავალიც არსებითად განსხვავდება. როგორ არის განსხვავება? კი ბატონო. რამდენიმე მიზეზი არსებობს რეალურად, რაც ამას განაპირობებს, თუმცა ეს არ გვათავისუფლებს პასუხისგებლობისგან ჩვენ, რატომაც დავდექით ამ სურათის წინაშე. ერთ-ერთი პირველი მიზეზი ეს არის წარმოების მასშტაბი. ახლა ჩვენ ევროკავშირის ზოგადად პოლიტიკა თუნდაც სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში გასული საუკუნიდან მოყოლებული ვიცით და ევროკავშირში მოკლედ მასშტაბის ეკონომია, ძალიან მარტივი სიტყვებით რო ვთქვათ, აქ არის დიდი მაგალითად კოოპერატივები, ეგრეთ წოდებული სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ანუ ბევრი სურსათი მოყავთ, ძალიან მარტივ ენაზე რო ვთქვათ, ბევრი ხორცი მოყავთ, ბევრი კვერცხი მოაქვთ, ან მასშტაბის ეკონომია და მათ შეუძლიათ ერთეულის ფასი შეამცირონ, იმიტომ რომ ბევრი არის რაოდენობრივად. მე საქართველოს
თუ შევადარებთ ამ მიმართულებით, ჩვენთან სოფლის მეურნეობა ძალიან დაბალ დონეზეა განვითარებული. არც კი ვთვლი, რომ რაიმე მიუხედავად იმისა, რომ ხა ეკონომიკაში თითქოს რაღაცა წვლილი აქვს, იმდენად პატარა ფერმერული ორგანიზაციები გვაქვს, რომ აი არ ვართ დამოკიდებული შიდა წარმოებაზე, ანუ შიგნით გლეხის მიერ შექმნილი რაღაც სურსათი ვერ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას. ჩაგეკითხებით, თუმცა ჩვენ პრობლემა გვაქვს ის, რომ იმპორტირებული პროდუქციაც საკმაოდ ძვირია. კი ბატონო. აი აქ მივდიოდი ზუსტად და რატომ არის ძვირი მეორე არგუმენტი არის ამის. და შესაბამისად ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული და შემოგვაქვს უცხოეთიდან. მაგრამ ეს იმპორტირებულიც არის ძვირი. რა განაპირობებს ამას, ხო? და აქ მივდივართ ასევე იმ ფაქტორზე, რაც ევროკავშირში უკეთესია და რაც ჩვენთან არის უარესი. ეს არის გადასახადი. აი მაგალითად ავიღოთ დამატებითი ღირებულების გადასახადი, ეგრეთ წოდებული DGG, რომელიც ჩვენთან არის 18%. ანუ სურსათი რაღაცა რო შემოდის, ნებისმიერი სახის პროდუქცია არის პროდუქციაზე ითვლება DGG. შესაბამისად, რაღაცა პროდუქტი რეალურად რო ივაჭრებოდეს რაღაცა ლარად პირობითად 18%-ით მეტის გადახდა გვიწევს ჩვენ გადასახადის გადამხდელებს. ეხლა ევროპაში როგორაა ეს სურათი, ხო? ზოგადად რომ ავიღოთ ევროპის თითოეული სახელმწიფო დაახლოებით 1-დან 10%-მდე მერყევს მხოლოდ DGG. ოღონდ ეს 10%-იც რამდენიმე სახელმწიფოში მხოლოდ. აი მაგალითად გერმანია რო ავიღოთ, გერმანიაში DGG არის მხოლოდ 7%. საფრანგეთში უფრო ნაკლებია 5.5%. ცალკე იგივე რო ამბობთ ხოლმე თურქეთში რო გადახვალ რა იაფია პროდუქცია. თურქეთში მაგალითად DGG-ს სურსათა ძირითადი მოხმარების სურსათზე, რაც არის ზუსტად რძე, კვერცხი, ყველი, კარტოფილი ასე შემდეგ, არის 1%. მხოლოდ წარმოიდგინეთ რამხელა სხვაობა ეს საქართველოს რო შეადარა. ნუ ეს გადასახადებიც ხელოვნურად წევს ამ ფაზს და შესაბამისად ეს სურათი გვაქვს, რა სურათიც სამწუხაროდ ტენდენცია გრძელდება. ბევრჯერ გვისაუბრია, რომ უნდა შემცირდეს სურსათზე მაინც შეამცირეს გადასახადი, ცოტა ფასების და დასტაბილურდეს და დაიკლოს, მაგრამ ესეც არ ხდება. გარდა ამისა, ნუ მიმდინარე წელს შეიძლება არა, მაგრამ გასულ წლებში ვალუტის კურსის ბუნებრივია თავის ზეგავლენა სახდენდა და ესეც რასაკვირველია, იმპორტ დამოკიდებული ვართ და შესაბამისად დოლარში ვყიდულობთ, ხო და თუ ლარი გაუფასურდა, ნიშნავს იმას, რომ დოლარი გაძვირდა, ამიტომ უფრო მეტი ლარის გადახდა გვიწევს იმისთვის, რომ პროდუქცია შემოვიტანოთ და ესეც დამატებითი ხარჯი იყო. და ამას დავაბრალოთ, ასევე ამის გაგრძელება არის ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაც, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ ფასები რაღაც ნიშნულზე იყოს და არ მოხდეს მისი სწრაფად გამდიდრება. აი ეს არის მთელი რიგი კომპლექსური საკითხი, მაგრამ თავარი არის ის, რომ წარმოებაში გვჯობნიან, გადასახადები ნაკლები აქვთ DGG და გარდა ამისა ჩვენი ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკა. მე იმას არ ვამბობ, რომ პირობითად აი დიდი წარმოება რო აქვს ევროპას, მოდი ჩვენც ვაწარმოოთ. ანუ ამას ჩვენ არ უნდა ვწყვეტეთ რა ვაწარმოოთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ თუ რესურსები რაც გვაქვს ავითვისეთ და ეკონომიკაში ჩაუშვით, იმდენად გამდიდრდეთ, რომ პირობითად მაღაზიაში რო შევალ და დავინახავთ, რომ რძე ღირს 5 ლარი 1 ლიტრი, არაფრად აღარ ჩავთვალოთ. ამის პოტენციალი მაინც გვაქვს, იმის თუ არა, რომ მაგალითად სოფლის მეურნეობაში წარმოებაში დავეციოთ. კი ბატონო, თამთა, თქვენთან გადმოვალ ისევ და გარკვეულწილად რომ წარმოვადგინოთ თვალსაჩინოებისთვის ძალიან საინტერესო იქნება, რა უჯდება საშუალო სტატისტიკურ ქართველ დიასახლის საყიდლებზე ერთი ვიზიტი და როგორი არის მისი შეფარდება იგივე ევროპელთან მიმართებაში. აი გეტყვით, სხვათა შორის ვიდრე პროდუქტზე ვისაუბრებ, მანამდე აი ვხუმრობ ხოლმე, რომ მე იმდენი ფული არ მაქვს, რომ შვილებს საქართველოში ვუყიდე მეთქი ტანსაცმელი. და ძირითადად აი ემიგრანტები მიგზავნიან ხოლმე, ჩემი მეუღლე და მისი დები. რაც შეეხება პროდუქტს, აი პროდუქტის ფასი იმდენად არის გაბერილი და იმდენად დიდია, რომ აი ვლოგისთვის მქონდა ერთ-ერთ სიუჟეტში გავაკეთე ესეთი რაღაც, რომ 260 ლარი ავიღე და მაინტერესებდა რა რაოდენობის პროდუქტი მომივიდოდა საქართველოში. აი ეს ხომ არის რაღაც მინიმალური შემოსავალი 260 ლარი. ფაქტობრივად გამოვიდა, რომ სახლში მოვიტანე 2-3 დღის პროდუქტი, იმიტომ რომ მარტო სეზონურ ხილს რომ გადავხედოთ, ისეთი კატასტროფული ფასებია. სხვათა შორის შევადარე, აქ როდესაც ბალი ღირდა 18 ლარი, ევროპაში ბალი ღირდა 3-4 евро. თან ხარისხობრივად ის გაცილებით უფრო უკეთესი იყო, ვიდრე თქვა ჩვენი ბალი. იგივე ალუჩა სეზონზე ღირს 9 ლარი, 13 ლარი ღირს მარწყვი. აი პროდუქტი იმდენად გაბერილი ფასებით არის, აი ბავშვის სრულფასოვან კვებას, დაბალანსებულ კვებას ხო ჭირდება რძე, ხორცი, კვერცხი, ეს ბოსტნეული, ხილი. ფაქტობრივად გამოდის, რომ ყოველდღიურად მარტო 50 ლარის ხილი სჭირდება სამ ბავშვიან ოჯახს, რომ სრულფასოვნად მიიღონ ბავშვებმა ის ვიტამინები, რაც სჭირდებათ. შესაბამისად, იმდენად დიდ ფასზე მიდის და იმდენად დიდი, ასე ვთქვათ, თანხა სჭირდება ოჯახს, რომ მინიმალურით მაინც
გამოკვებოს ბავშვი და მიაღებინოს მის ორგანიზმს ის ნივთიერებები, რაც საჭიროა, რომ საშუალო შემოსავლის ოჯახისთვის ეს ყველაფერი არის უზარმაზარი ფინანსური წნეხი. კი ბატონო, ნოდარ. საინტერესო დეტალებს შეეხოთ. ამთა მე დასაწყისში ვახსენე პროდუქტებზე ფასის მატება, რომელიც განსაკუთრებით მტკივნეულია ხოლმე ჩვენი, ასე ვთქვათ, მოქალაქეებისთვის და განსაკუთრებით მოწყვლადი ფენებისთვის. გარკვეულწილად რომ ავხსნათ, რატომ არის პროდუქტებზე ყველაზე უფრო მტკივნეული ფასების მატება და თქვენ, ასე ვთქვათ, თქვენ სიტყვაში საკმაოდ დეტალურად ახსენით ის პრობლემები. გამოსავლის გზებზეც მინდა კითხოთ აუცილებლად, რა შეიძლება იყოს ამ მიმართულებით, როგორც ასე ვთქვათ, ლოკალური გამოსავლის, ისე საშუალოდ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში გამოსავლის გზები. კი ბატონო, პირველ რიგში ქალბატონთანაც თანხმები იმ ნაწილში, რომ ეხლა ამ ბოლოს რაზეც დავფიქრდი, მე მგონი ბავშვის სკოლა ამ პირობებში მართლაც ტოლფასია, რეალურად ისეთი ტიპის ეკონომიკური წყობა გვაქვს და მეორე მხრივ ისეთია ინფლაციის დონე. რატომ არის პურის ფასის გაძვირება ყველაზე მტკივნეული, ხომ? ეკონომიკაში არსებობს ხოლმე ესეთი ტერმინი ჩამნაცვლებელი პროდუქტები. აი მაგალითად ავიღოთ, რომ გვაქვს იოგურტი და ნაყინი პირობითაც და ნაყინზე კატასტროფულად გაიზარდა ფასები. ამის ჩამნაცვლებელი არის იოგურტი, რომ რაღაცა გემოვნური რაღაცა თვისებები მიახლოებული იყოს და მივიღოთ ეს მაინც შედარებით დაბალ ფასას და იმის ფასებმა ნაყინზე გაზრდილმა ფასებმა ჩვენზე უარყოფითად არ იმოქმედოს. მაგრამ პურს როგორც ასეთი ესე ჩამნაცვლებელი პროდუქტი ნაკლებად ყავს. ანუ პურს უწოდებთ არაელასტიურ პროდუქტს. ეს რომ მარტივიანით თქვა თუ რას გულისხმობს, ეს გულისხმობს იმას, რომ ფასი რაც არ უნდა გაიზარდოს პურზე, მოთხოვნა მაინც ნარჩუნდება. ანუ ადამიანს რაც არ უნდა ფასი გაიზარდოს, მაინც უწევს, რომ ეს პროდუქტი, ასე ვთქვათ, იყიდოს. იმიტომ რომ ეს არის პირველადი მოხმარების პროდუქტი და მას ესე როგორც ასეთი პირდაპირ ჩამნაცვლებელი არ გააჩნია. და შესაბამისად, როდესაც პურზე თუნდაც 10 თეთრით იზრდება ფასი და არ დაგვაუწყდეს, რომ ჩვენ გვყავს ადამიანები 700,000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც სოციალურ შემწეობაზეა და კაპიკებს იღებენ. წარმოიდგინეთ, მათთვის ერთი პურიც კი დღეში, რომელიც ლარი და 30-ია, თვეში 30 ლარს 40 ლარს აჭარბებს და ეხლა შეზღუდული ბიუჯეტი რო გვაქვს, ეხლა არ გულისხმობ შედარებით მაღალ შემოსავლის, მაგრამ 270 ლარი რო გვაქვს მაგალითად და აქედან 30-40 ლარი უკვე პურზე რომ მიდის, ხოლო წარმოიდგინე, როგორი მძიმე სოციალურ პირობებში ვარდება ეს ადამიანი. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს არის პრობლემა. გამოსავალს რაც შეეხება ყველა ეკონომიკას აქვს თავისი სტრუქტურა, თავისი კონექტურა, თავისი მდებარეობიდან და ყველაფრიდან გამომდინარე, ხო, მაგრამ გამოსავალი არის ის, რომ და რაზეც ყოველთვის ვაპირებდი, ერთი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა აუცილებლად, რომ ფულის მასის კონტროლი მოახდინოს, რომ ბევრი ფული არ გამოშვას ეკონომიკაში, იმიტომ ეს გაძვირებას იწვევს, მაგრამ მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალურად ადამიანი იმ დონეზე უნდა გამდიდრდეს ქვეყანაში, რომ ამაზე უბრალოდ დარდი აღარ ქონდეს, ანუ იმ დონეზე გაიზარდოს შემოსავლები, რომ მაგალითად რო შედის, როგორც აღნიშნე, რაღაცა პროდუქტს ხედავს, იმ პროდუქტზე აღარ ასე ვთქვათ, უწევდეს გონებაში კალკულაცია, რომ ეს რო ეხა ვიყიდო, ხვალ რითი გადავრჩე, ხვალ როგორ გადავრჩე. მაგრამ ეს არ არის ზოგადი ფრაზები, ანუ გამდიდრებას ვამბობ, იმიტომ რომ ჩვენ ამის დიდი პოტენციალი რეალურად გვაქვს. ჩვენ რაც კვლევა ქონდა, წარმოიდგინეთ, რესურსი გვაქვს და მხოლოდ 30%-ს ვიყენებთ. ეს იგივეა, რომ შეგიძლია გაცურო ორი ხელით, ორი ფეხით და მიხვიდე დანიშნულების ადგილას და იყენებ მხოლოდ ერთ ხელს და ერთი ხელით მიცურო, როცა შეგიძლია მთლიანად ყველას, ასე ვთქვათ, ნაწილი კიდური ჩართო შენი სხეულის. აი, სწორედ აქ მივდივართ აქამდე, რომ ჩვენ ვიყენებთ ჩვენი რესურსების 30%-ს. გაიძახიან სოფლის მეურნეობა არისო ჩვენი გადამრჩენელიო და სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 60% სახელმწიფო საკუთრებაში. არავისი არ არის, არავინ არ იყენებს ამ ყველაფერს. სასარგებლო წიაღისეული აიღე, სახელმწიფო კომპანიები აიღე, მინერალური მტკნარი წყლის რესურსი რაც გვაგვაჩნია უხვად, ესენი ავიღოთ, სახელმწიფო შენობა ნაგებობები, უამრავი რესურსი ჩვენ გვაქვს უბრალოდ გაჩერებული და ავი ძაღლის პრინციპია, რომ არც ადამიანებს მოსახლეობას ვისაც გვეკუთვნის, იმიტომ ჩვენია ეს, არც მათ უნაწილებთ, არც თვითონ არ ვიყენებთ და გაჩერებულია ეს რესურსი. ანუ მთავარი პრობლემა არის, რომ ჩვენ რესურსებს არ ვიყენებთ, ამის გამო ჩვენ მივდივართ ნელი ტემპით, ჩვენთვის 5-6 ან 7%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ტელეეკრანებზე უსმენთ ხოლმე, არაფერი არ არის, იმდენად პატარა ეკონომიკა ვართ. გერმანიის 1%-იანი ზრდა პირობითად ეკონომიკის 3-ჯერ და 4-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი მაგალითად 7%-იანი ან 10%-იანი ზრდა ზუსტად. ჩვენი მართველი გუნდი ხშირად იწონებს ხოლმე თავს და ედრება ესპანეთის, გერმანიის და ნამდვილად. ხო, ანუ თავი პრობლემა პატარა სწორედ ეს არის, რომ ძალიან პატარა ეკონომიკა ვართ. მივდივართ 5%-იანი ზრდით და დაგვჭირდება 1 საუკუნე მაინც, რომ აი ამ ზრდით თუ 1 საუკუნე შევინარჩუნეთ
მოვიქნეთ, რომ დავეციოთ ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყანას. 1.5 თუ არ გადავდგით ქმედითი ნაბიჯები. ხო, თუ არ გადავდგით და სწორედ ესაა ქმედითი ნაბიჯი, რომ გააქვს რესურსი გამოიყენე. ის ქვეყნები დიდრები არ გამხდარან ჰაერზე, ჭკვიანად მოიქცნენ და ის რესურსი მიხვდნენ, რომ უნდა გამოიყენებინათ და მისცეს კერძო სექტორს და ანუ ადამიანებს მისცეს და აქაც ეს რესურსები რაც არსებობს, ჩვენ უნდა დაგვირიგდეს, რომ საშუალება მოგვეცეს ფული ვიშოვოთ, აი მარტივად რო ვთქვათ, ფული ვიშოვოთ. ნოდარ, თამთა ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის, მიმოხილვისთვის. მაყურებელს შევახსენებ თამთა ჯანაძე, ბლოგერი და ნოდარ სირბილაძე, ეკონომისტი იყვნენ ჩვენი სტუმრები და საუბრობდით ფასებზე საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, საუბრობდით იმ რთულ მდგომარეობაზე, რომელი მდგომარეობაც არის ქვეყანაში და რომლის მიხედვითაც ძალიან ბევრი ჩვენს თანამოქალაქეს სურსათის სხვადასხვა ჯგუფებზე ხელმისაწვდომობა უბრალოდ არ გააჩნია.